ანუ ამ ომში ირანმა მართლა გაკრიჭა. ანუ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა უკვე. ეხლა თქვენ სკრინზე ხედავთ, თუ როგორ მიიტანა დაახლოებით 6 საათის წინ ირანმა ბალისტიკური რაკეტებით ისრაელის ბირთვულ საიდუმლო საცავზე. ქალაქ დიმონაში, რომელიც მდებარეობს ისრაელში. მაგრამ მარტო ამით კი არ გაგვაოცა ირანმა, რომ გაბედა და პირდაპირ დაარტყა ისრაელის საიდუმლო ბირთვულ პროგრამას. სადაც ისრაელი გამოდის და ამბობს ეს რაღაცას, რომ ჩვენ ბირთვული იარაღი არ გვაქვს, მაგრამ თუ მოგვინდა, მას გამოვიყენებთ. დაახლოებით ამ ოპერაციამდე, რომელიც აქ განხორციელდა 7 თუ 8 საათის წინ, განხორციელდა ბალისტიკური რაკეტების შეტევა ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო გარსიას საიდუმლო ამერიკულ ბაზაზე. ეს არის ამერიკულ-ბრიტანული ბაზა, სადაც ირანმა გამოიყენა არა 2000 კილომეტრში მანევრირებადი ბალისტიკური რაკეტა, არა მეგობრებო, არამედ 4000 კილომეტრში მოძრავი და გამანადგურებელი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც განეიტრალებული იქნა ჰაერში, ამერიკის შეერთებული შტატების ანტისაჰაროების მიერ, მაგრამ აქ არის გასაოცარი ის ამბავი, რომ თურმე ირანს, რომელიც აქამდე ამბობდა, რომ ჩვენ 2000 კილომეტრზე მეტი იქით მოძრავი არანაირი რაკეტა არ გვაქვს, სინამდვილეში მათ შეუძლიათ ისროლონ 4000 კილომეტრზე იქითაც. რამაც გამოიწვია აღშფოთება და როდესაც დონალდ ტრამპი და ბიბი ნეთანიაჰუ აღნიშნავენ ომის გამარჯვებას და სინამდვილეში ბირთვულ რეაქტორებს უბომბავს და დაახლოებით რამოდენიმე საათის წინაც მასიური სარაკეტო იერიში განხორციელდა ისრაელის სხვადასხვა ქალაქებზე და შენობები ჩამოინგრა, აი ამ ტყუილებს რო გვასმენინებენ სამწუხაროდ, ხო, იმიტომაც არასორი შთაბეჭდილება გვექნება ამ ომზე. მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ამ თვეში, მე მთლიანად ვარ ჩართული ახლო აღმოსავლეთის ამ კონფლიქტზე, მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. მე ვცდილობ, რომ იმის დამიხურავად, რომ ჩელენჯს უკვე მორჩი და დღე გამოშვებით ვიდეოებს, რაც ბოლო 24 საათში მოხდა და ამ წუთას ხდება, მე მაქსიმალურად გაჩვენებთ ამ ყველაფერს და მინდათ რომ იცოდეთ სიმართლე ამ ყველაფრის შესახებ, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ასევე გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს, ასევე შეგიძლიათ დონაცია გააკეთოთ და არხის განვითარებაში დაეხმაროთ, რომლის ლინკები აღწერაში ამითითებული. მოდი ახლა დავიწყოთ ყველაფრის გარჩევა. ეხლა პირველ რიგში მეგობრებო, ჩვენ უნდა მოусმინოთ ებრაჰიმ ზოფრავღარი, რომელიც არის ირანის ისლამური გუშაქა კორპუსის მთავარი პრესპიკერი, რომელიც מחარობლივით გამოდის ყოველ დღე და ამბობს, რომ ამერიკული ბაზა იქ დამობება, ისრაელის ბაზები იქ დამობებოდა, ნუ მთელი მსოფლიოს აქედან ესმის ეს სიახლეები, იმიტომ რომ დასავლური მედია თავიდან ბოლომდე ტრამპის ხელშია და რავი, ტრამპი არის ადამიანი, რომელიც ამბობს სამ ურთიერთგამომრიცხავ რამეს ამ ომზე, ანუ პირველი ტრამპი ამბობს, რომ ეს ომი უკვე მოიგო, ასევე ტრამპი ამბობს, ანუ დილით ტრამპი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ომი უკვე მოგებული აქვს, შუა დღეს ამბობს, რომ ომს იგებს, ხოლო ღამე ძილის წინ ამბობს, რომ ომს მოიგებს. ეხლა გამოიტანეთ აქედან დასკვნა, რომელი ტრამპი თქვენ მოგწონთ. მოკლედ, ეხლა ეს ებრაჰიმ ზოფაღარი გამოდის და ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ზოგადად ამერიკული ბაზები არის დაუცველი, იმიტომ რომ ჩვენ წყობილებიდან გამოვიყვანეთ ძალიან ბევრი სამხედრო ბაზა ახლო აღმოსავლეთში, მივაყენეთ მნიშვნელოვანი ზიანი მის როგორც ბუნებრივ რესურსებს მოკავშირე ქვეყნებში, ანუ ამერიკის მოკავშირე ქვეყნებში და გავაოცეთ სოფლიო ჩვენი ესე თქვა სამხედრო შესაძლებლობებით. მოდი მოусმინოთ და თან გადაგითარგმნით ამ ყველაფერს. باید یک ناو جنگی 13 میلیارد دلاری آمریکا از چند قایق تندرو چند هزار دلاری نیروها აქ ეღადავება რომ 13 მილიარდიანი თქვენი შეიარაღება შეეშინა რამოდენიმე ათასიანი ირანის ისლამური გუშაქთა კორპუსის სამხედრო შეიარაღებისო რა ტროლავს. مقاومت ترس و هراس داشته باشد. هرچند چنین وضعیت متزلزل و ناپایداری دقیقاً در روزهای اخیر برای دیگر ناو آمریکایی ابراهام لینکن در اقیانوس هند ایجاد شده است. ხო, აბრაამ ლინკონზე აქაც საუბარი რომ ჰარისონ ფორდი გაიყვანა, იმიტომ რომ ტუალეტებში გაიჭედა რაღაცა, ალბათ ტრამპი იყო შესული იმ ღამეს და ეხა ინდოეთის ოკეანეში, ანუ აქეთ საიდანაც ძირითადად ბიორი მანევრირებს და მეორე დიეგო გარსიას ბაზები, ან დიეგო გარსიას ბაზა არის ერთ-ერთი, რომელსაც ბიორი იქიდან მანევრირებს და მაგალითად ნათანზის ბირთვული საიდუმლო ბაზა მაგით იყო დაბომბილი, დაახლოებით ეგეც ერთი დღის წინ მოხდა, თუ არ ვცდები, იმიტომ რომ ამის გამო უპასუხა ირანმა მერე უკვე დიმონაზე შეტევა რომ მიიტანა. და ანუ ესენი ანუ ხელ ამბიციები აქვს ირანელებსაც რომ ჩვენ გვინდა ზიანი მივაყენოთ ანუ ბირთვულ ავიამზიდსო ეს ძალიან დიდი განაცხადია. پایان اسلام به شوق رویت و نوازش سیلی سقف بر ناو آمریکایی در عمق صحنه جنگ به انتظار نشسته. ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ სახეში სილა გავაწნათ, რა დაახლოებით ესეთი არის რომ გადმოვთარგმნოთ პირდაპირ. و کاملا آمادند تا شگفتانه‌های دریایی را از نزدیک به رویت تفنگداران آمریکایی برسانند. سرنوشت صدام در انتظار ترامپ و نتانیاهوی جنایت
ანუ ძალიან დიდი განაცხადი აქვს ირანს რა, ანუ ტრამპიდან ჯერ ხო შეთავაზეს იმათმა, რა ქვია, მოჩდაბა ხემეინი შეთავაზა ტრამპმა, რომ იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო და ამაზე უკვე ჩართულნი არიან მინები ხალხურ, ეხლა მე განახეთ თქვენ მაგას. ჩართულნი არიან უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ანუ ეგორი ადამიანი აქაც ფიგურირებს, რო იცოდეთ. განახებთ მაგასაც. ანუ ეკაიფება, რომ ტრამპი და ნეთანიაჰუ არიანო ომის დამნაშავეებიო და ბოლომდე აგემე პასუხს, ანუ უკან ჩვენ აღარ ვიხევთო. მოლაპარაკებები ცადეს უკვე ამერიკელებს, რომ რამენაი დაჟე ტრამპა ისიც თქვა, რომ ჰორმუზის სრუტეში მიარჩავერებიო. ვისი ტანკერებიც გადის, იმან მიაქციას უყურადღება. ანუ ამერიკას აქ პრობლემები, სერიოზულად ვამბობ ამ პრობლემები. ანუ მე იმას არ ვამბობ, რომ ამ ომში ამერიკა დაიჩაგრა. მაგას არ ვამბობ, ამერიკას ადაჩაგრავს, რამხელა შეიარაღება აქვს და რამხელა დაფინანსება აქვს ამ ყველაფერზე, მაგრამ იმას, რომ რა მოლოდინებიც ამერიკას აქ ქონდა და რა ზარალიც მიიღო. ანუ ამის წარმოდგენაც არ ქონდა წინასწარ. არც დონალდ ტრამპს და არც ბიგი აჰოს. ეხა უყურეთ, მინდა ეხა განახოთ, მოდი დიმონას სამხედრო აი საიდუმლო ბაზა, ეს იღებს კენედიდან, მეგობრებო, ჯონ კენედი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომლის დროსაც ისრაელის პრემიერი იყო დავიდ ბენ-გურიონი, ყველასთვის ცნობილი ბენ-გურიონი, ეს იყო პერიოდი, როდესაც ისრაელმა დაიწყო საიდუმლო ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა და კენედი იყო ამ ყველაფრის წინააღმდეგი. და მაგ დიალოგიდან დაახლოებით 6 თვეში კენედი გააგორეს. შემდგომმა პრეზიდენტმა უფლება დართო, რომ ისრაელის ქონოდა გამდიდრებული ურანი და ეწარმოებინა საკუთარი ბირთვული იარაღი. ნუ დღემდე ოფიციალურად დადასტურებული არ აქვს ისრაელს რო აქვს, მაგრამ ეს თელმა მსოფლიო მიცის, რომ ისრაელს რეალურად ატომური ბომბი გააჩნია. ეხლა უყურეთ, დიმონას სამხედრო საიდუმლო ბაზა, ეს არის ქალაქი, ჯერ წარმოიდგინეთ, ეს არის ქალაქი ისრაელში, სადაც მდებარეობს ისრაელის საიდუმლო ბირთვული პროგრამა. ბალისტიკური რაკეტები იქნა დღეს გაშვებული, ფატა 1 და ფატა 2, რომელიც არის გამანადგურებელი. ეს იყო ყველაზე მასიური შეტევა ამ და ამდენი ხანია გასული, ხო? 3 კვირაზე მეტია, რაც ომი დაიწყო. ნუ თითქმის ჩავთვალოთ 1 თვე. ამ 1 თვის განმავლობაში, რაც კი მასიური იერიში გახორციელდა, დაახლოებით იყო გუშინ და ნუ ეხა ეს ვიდეო რო დაიდება, შეიძლება ამის პარალელურად კიდე რაღაცა იმოხდეს. ნუ ზარალს ეხა ისრაელი და საერთოდ მოკავშირეები მინდა გითხრათ ესეთი რამე. ზარალს ბოლომდე არ ასახელებენ. და რატო გეტყვით ამასაც საკუთარი ობიექტური მიზეზები აქვს, ხო? ეს არის ომის პროპაგანდა. და რას ნიშნავს ომის პროპაგანდა? მაგალითად, არაბთა გაერთებულ ემირატებში ხალხს იჭერენ იმის გამო, ვინც იღებს ვიდეოებს, მაგალითად, დრონები როგორ ხდება ამერიკულ ინფრასტრუქტურას ან სამხედრო ბაზებს, რასალხემაში, ან ფუჯეირაზე, ან სიტყვაზე ნებისმიერ, მაგალითად, თუნდაც ბუნებრივი რესურსი იყოს, ხო? ნავთობის oil rig-ები, ხო? ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები. იჭერენ, რატო? იმიტომ რომ ამერიკას არ უნდა, რომ სოფლიომ დაინახოს, რომ შეერთებული შტატების უძლებელი არმია 3 გამანადგურებელი ჩამოუგდეს. F-35 ერთ-ერთი, რომელიც დაზიანდა და ოფიციალური ინფორმაციით ამბობენ, რომ უბრალოდ რაღაც ტექნიკური პრობლემები შეექმნაო და დაეშვა ავარიულად დაეშვა ერაყის საერთო ბაზაზეო ვიქტორიაზეო რა. თან გეუნებიან იმას, რომ ტანკერ გადამზიდი, ის ნავთობ გადამზიდი რაც არის. ისი ჩამოვარდა რა, მეგეც თვითონ მოუვიდათ შეცდომა ამერიკელებს. მე გეუნებიან, რომ 4 სამხედრო პერსონალის გადამყვანი თვითმფრინავი იქნა აფეთქებული ბაღდადში. ამასაც გეუბნები ესეთ შემთხვევით მოხდაო. ბიჭო, თქვენ მაგიჟებთ? სერიოზულად ვამბობ. მაშინ რა გამოდის ამერიკელები ერთმანეთს აკდებენ. ამერიკელები სამოქალაქო ომი აქვთ ამერიკელებს იმასე. თუ ვერ გავიგე, ანუ რა ხდება აქ. F-35 საბრძოლო მოქმედებების დროს სტელს ფაითერი, ანუ ყველაზე ძლიერი, აი რაც კი არსებობს დღეს. ანუ ავარიულად ეშვება რაღაცა ჭურვი მოხდაო თუ რაღაცო, ნუ ეხლა ამერიკა არაფერს არ დადასტურებს. ისიც არ დადასტურა 160 ბავშვი რომ მოკლა იქ. ესე რენდომად ამბობენ ინფორმაციას და ხო დაეშვა რა, ვითომს არაფერი. ანუ იმას კი არ ამბობენ ირანმა გაარტყა, იმიტომ რომ ირანმა გაარტყა, რო თქვა შე როგორ გავი F-35-ს გაარტყა ირანმა? აი აქ უძლებელობის მითები იმსხრება, იმიტომ რომ რუსეთს გახსოვთ, რუსეთი იგივე რამეებს რო აკეთებდა, მაგალითად, აი რუსულ დრონებს აქვს ძალიან მაღალი ხმა, რუსული ტანკები ფეთქდება და რუსეთმა რა ჩაიჯვა თავიდან ომში. იგივე პრინციპია ზუსტად აქაც. იმიტომ რომ მოწინააღმდეგეს არასწორად აფასებენ ყოველთვის გამიგეთ. ანუ პრობლემა იქ რუსეთმა დაასტაბილურა მაინც ეს ყველაფერი. ანუ მოწინააღმდეგეს არასწორად აფასებენ. ანუ ჰოგეონები ტრამპს ჭირს რაღაც სერიოზული აშლილობა, ანუ მაგ ადამიანს მართლა ვამბობ. იმის და ვიხოდავთ რომ ეხლა ტრამპი დემოკრატებს რა თქმა უნდა ჯობია, მაგრამ შედარებით მე ხავ განვიხილავ ყველაფერს გეოპოლიტიკაში, ზოგად სურათში. ანუ ტიპი დილით ამბობს რომ ომი მოიგო, შუა დღეს ამბობს რომ ომს იგებს და ღამე ამბობს დილის წინ რომ ომს მოიგებს. აი რომელს უსმინო აქედან? Fox News-ი ერთ რამეს მეუნება, Reuters-ი მეორე რამეს მეუნება, CNN-ი მესამე რამეს მეუნება და სამივე ტრამპის პირიდან გამოდის. გამოდის BBC-ის, რა ქვია, ის ნეთანიაჰუ
ცოცხალი ვარო იმას ამბობს და ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია, ირანის ბალისტიკური რაკეტები განადგურებულია, ირანის სამხედრო შესაძლებლობები არის 0-ის ტოლფასი და მოულოდნელად დიმუნას სამხედრო ბაზა იბომბება. იერუსალიმის ძველ ქალაქს ხვდება რაკეტები მაგალითად. აღმოსავლეთი იერუსალიმის კედელს რამის გაარტყეს ბალისტიკური რაკეტა. ანუ რატო გვაგოიმებთ ამ ხალხს ვერ ხვდები უბრალოდ? არ ვიცი. Shocking news has emerged. აი ამაზე მაქვს მეგობრებო საუბარი. აუ რა კაი ეს ვიდეო რომ მქონია. აი ნახეთ, აი დიეგო გარსიას ბაზა არის ეს ინდოეთის ოკეანეში. ეხლა დიეგო გარსიაზე ორიოდი სიტყვა რომ ვთქვათ, რომ წარმოდგენა გქონდეთ. მეგობრო, დიეგო გარსია არის ყველაზე დაცული ბაზა ბოლოს 60 წელიწადში ამერიკას რაც აქვს. მაინც თუ არის ამ ვიდეოში ახლა რო Toward გვანახონ. the US military base at Diego Garcia, located far out in the Indian Ocean. ხო, ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. ეხლა მივალ ამ თემაზე და ამ ყველაფერს გავამეხლა, მაგრამ ზოგადად წარმოდგენა შეგიძლიათ ეხლა გეტყვით. მოკლედ, ბოლოს 60 წელიწადში არის ყველაზე დაცული ბაზა. ანუ ამ კუნძულს იყენებდნენ ბრიტანელები და ამერიკელები უდაბნოს ქარიშხალისა და უდაბნოს ფარის ოპერაციების დროს, ეს არის 92-93 წლები, მერეც იყენებდნენ ამ ყველაფერს, მე ავღანეთშიც იყენებდნენ, ანუ ძირითადად სტელს ფაითერები, საიდანაც ფრინდებოდა. ანუ თუ მაგალითად ბირთვული ავიამზიდი აქ არაში, ხედავთ ახლა უყურეთ დაბლა ხო ხედავთ ორ სამხედრო ამერიკულ ფრიგატს და ზევით ბირთვულ ავიამზიდს. თუ ეგ არ არის მაგწუთას ინდოეთის ოკეანეში, ანუ დიეგო გარსიას იყენებენ. ანუ დიეგო გარსია არის მთავარი დამრტყმელი ძალა, ესე რომ ვთქვათ რა. აი როგორც კუნძული გუამი მაგალითად იაპონიის ზღვებში, ხო? ანუ ეხლა უყურეთ როგორი თემა არის აქ. ანუ ეს არის ყველაზე დაცული ბაზა. ირანმა გაისროლა ისეთი რაკეტა, რომელიც აჭარბებს 4000 კილომეტრს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე გეუბნებოდი 2000 კილომეტრზე მეტი სტრაკი ირანს არ აქვს, თურმე ქონია. ანუ ირანს ტექნიკურად შეუძლია დაარტყას მაგალითად რავი პოლონეთს. ანუ ირანიდან პოლონეთს შეუძლია დაარტყას. და ცოტა იმის იგითაც. ეხლა თქვენ განსაზღვრეთ, რას გვიმალავენ კიდე და როგორ არასწორად ყავთ შეფასებული საკუთარი მტერი. This news becomes even more significant because the distance from Iran to Აი, Diego მაგას Garcia ამბობს. is 4000 kilometers. აი 4000 კილომეტრიაო, მიდი და რანაირად ირანს არ აქვს ბირთვული ავიამზიდები, რომ იქიდან ესროლა, ირანიდან გაუშვა ეს ბალისტიკური რაკეტა. And from Tehran, it is nearly 4,900 kilometers. ხო, ხა თეირანიდან 4900 კილომეტრია საერთოდ. According to reports, Iran fired 2 missiles. One missile malfunctioned mid-flight and fell somewhere in the Indian ხო, ერთი ფუნქციონალობა დაკარგა, ან ტექნიკური იმის გამო ჩამოვარდა ოკეანეში ეს ტყუილიც არ მინდა არ მეკითხოს, არ მოხვედრია მაგ ბაზას, აქვე გეუბნები და ბევრი ტყუილიც ვრცელდება და ფეიკები, მე ფეიკები უნდა გავაპათილოთ მეგობრებო. Ocean. და მეორე ჩამოვაგდო უკვე იმან რა ქვია, ამერიკის სატისაერომ რა. Diego Garcia is considered one of the safest and most აი, secure დიეგო US გარსია. აი, ეს არის დიეგო გარსიას ბაზა მეგობრებო, შეხედეთ. ესე ტროპიკული მალდივებთან რა, მალდივები ხო იცი გულაობა და თელი გოგოები და მთელი. დიეგო გარსია არის მან ახლოს, რომელიც ძირითადად იყენებენ ინდოეთის ოკეანეში, თუ შუა აზიაში, ან ახლო აღმოსავლეთში თუ რაიმე დასაბომბი არის, ანუ ბიორი, აი ხო იცით, სტელს ფაითერი. ფორდო ისპახანი. იმან რა თქვა ქართულო პოლიტიკოსო თქვა, ისპანახიო რა და მაგის მერე მეშლება. ხო, ბირთვული ისენი რომ დაბომბა, ხო იცით? ანუ აქედან აკეთებდა იმებს, რა ქვია, აფრენებს ძირითადად და აქ შებოდა, იმიტომ რომ იმას ხო საკუთარი რადიუსები აქვს. ესე უპრაგონოთ ერთი ადგილიდან მეორეში არ დადის, იმას ჭირდება საწვავი, ბევრი რაღაც ამუნიცია შემოწმება და ბუნებრივია ამ ბაზას ის იყენებდა. როგორც გუამში იყენებს ამერიკა რა ძირითადად რა. ისპახანი. და რა ისპანახიო. მეგონი ნაციონალების ერთ-ერთმა იმან თქვა. ხო პოლიტიკოსმა თქვა და იმის მერე ცუდად ჩამრჩა და მეც მეშლება military bases in the world because it is located far away from any major country. This base is extremely important for the United States. Apart from the US mainland, if B-2 bombers operate from anywhere, ხო გითხარით ბიორი მანევრირებს აქედან. რაგეთ რამდენი ყავს ბიჭო ბიორი ძალიან საშიშია ხალხო, ბიორი აქ ამერიკას ჩეტკოდი ჰაერში, ან ძალიან საშიშია ბიორი, ძალიან ხალხო თქვენ არიცით კიდე. ანუ ბიორის ვერ ხედავ ისე მოდის სიკვდილი. it is from the Diego Garcia airport. ანუ მაგას ვერაფერს ვერ უზავ რა, რეალურად ბიოს რა უნდა უკა, ითი უნდა RPG-ი ხوار ჩამოაგრებ. ანტისაჰაეროები ირანს არ აქვს. რკინის გუმბათი არ აქვს, დავითის შურდული არ აქვს და ისინი არ აქვს არც პატრიოტის სისტემა, ანუ ბიორი არის, აი, ხო გეუბნე სიკვდილის ანგელოზი. In recent days, during this ongoing conflict, B-2 bombers have reportedly been operating from this base and dropping bunker buster bombs on Iran. ხო, ბლასტერ ბომბები რა არის? ბლასტერ ბომბი აი, რო თქვა დეფინიცია გავუკეთოთ, ვინც არიცით, მეგობრებო. ბლასტერ ბომბი არის ყველაზე ძლიერი არაბირთული ბომბი მსოფლიოში. ბლასტერ ბომბებს იყენებენ ძირითადად საიდუმლო ბაზების აფეთქება, როდესაც უნდა მიწის ქვეშ. აი ბლასტერ ბომბი გამოიყენეს მაგალითად ფორდოში მაგალითად, ხო? ისპახანში მაგალითად. და მესამე ქალაქი რო იყო ფორდო, ისპახანი. ხო,
ძირითადად ამ ბაზაზე 12 თვის წინ რო იყო დაახლოებით ისრაელ-ირანის 12 დღიანი ომი რო იყო დაახლოებით 7 თვის წინ ხო აი ძირითადი სამი ქალაქი რო დაბომბა იდეაში რო ამბობდა Fox News-ი მეორე დღეს რო ბირთვული ბაზები ბირთვული კვლევითი ლაბორატორიები გავანადგურებთო და სინამდვილეში რავი აგერ პრევენციული დაბომბები დაჭირდა 28 თებერვალს ისრაელს იმისათვის რომ დაესრულებინა ირანის ბირთვული პროგრამა ანუ დღემდე არ იციან ხალხო რა მოხდა მანდ გაიგეთ ანუ თქვენ რა გონიათ ეხა რომ ეხა მოსსაც ყველაფერი შეუულია ანუ ყველა ადამიანია რეალურად თქვენ რა იცით ეხა ირანს ნაფიქრი არა აქვს მაგ ყველაფერზე ეხა საიდუმლო ბაზასად გააკეთოს ვინ შეუშვას ვის არანდოს ეს ყველაფერი 90 მილიონზე მეტი მოსახლეობა უზარმაზარი ტერიტორია და ლურჯად ხედავთ ირანის ტერიტორიას არის ძალიან დიდი მათ შორის ირანი რომელიც არის ძალიან ბევრი პროვინცია დაყოფილი ისიც რომ დაიყოს ირანის დაშლა ძალიან რთულია აი მათ შორის დამოუკიდებელი ირანი თეირანის გარშემო რომ მიიღო ისიც ძალიან დიდია რეალურად და თქვენ მეხუმრებით ამ ქვეყანასთან ომს However, no official statement has yet been released by Iran. At present, if we look at Iran's ballistic missile inventory, it appears that Iran possesses missiles with a maximum range of about 2,000 kilometers. უიმე საქართველოს იქითაც არის ჯვარი აქ ევროპასერი. ხო ანუ ტექნიკურად შეუულია რა. ფატა 1, ფატა 2 არის ძირითადად ისეთი ბალისტიკური რაკეტები, ნუ რომელიც იდეაში აქამდე არ გამოუყენებია და ფატა 100-ს იყენებდა ძირითადად, როდესაც ისრაელისა და ამერიკის ბაზებს ბომბავდა. ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით პირველ ორ კვირაში და ხა უკვე გადავიდა ამაზე. მაგრამ კიდე ამასო ბევრი სურპრიზი გაქვს, რომელიც თქვენ არ იცით ჯერ. და შეშინებულები არიან ყველა. ვერ ხედავ აზერბაიჯანმა ჩაისვარა, ბრიტანეთმა ჩაისვარა ეგრევე. ქურთისტანის აჯანყება ეგრევე ჩააცხრა ირანმა. სპარსეთის აუზის ყველა ქვეყანა, მათ შორის ძლიერი საუდის არაბეთი. საუდის არაბეთი ძალიან ძლიერია, სტელს ფაითერები ყავს. იმასაც ჩასვრილი აქვს ხალხო. და შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის და რას ამბობს, მოდი ხა მაგასაც განახებთ უცებ რა სად არის. ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას. აშშ ამას არ გააკეთებს. რავი ტრამპისთვის რო გეკითხა იმაში პირველივე დღეს ომი მოგებული ქონდა და უკვე ირანში რეჟიმი შეცვლილი იყო და ამერიკა ამასად არ გააკეთებს. არ ვიცი, ხო გეუბნებით, ანუ ეს კაცი, ანუ ტრამპის დიდი პატივისცემის და მიუხედავად რას აქამდე ის აკეთებდა ამერიკისთვის 10-დან 10 რა თქმა უნდა, მაგრამ ამერიკა საგარეო პოლიტიკაში რასაც ისრაელიც გამოაკეთებს, ეს შემთხვევით არის ამოუხსნელი ფენომენი უბრალოდ. ნუ ერთი პასუხი ამ ყველაფერზე კი ვიცი უკვე ჩემგანაც და თქვენც იცით, მაგრამ ზოგადად მეტი მახსნა მას არ აქვს. აი ის ირანმა ისრაელის ქალაქ არდაში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა. აგერ ხედავ დაბომბილ კორპუსს მეგობრებო, ეხლა სრულ-სრულად არ განახებთ, რომ ძალიან ცუდი სანახავია ეს ყველაფერი, მაგრამ ანუ ღაზას გავდა იქაურობა რა რეალურად რა. კორპუსები ჩამონგრეული ეს კორპუსებიდან ნანგრევიდან ებრაელები გამოყავთ. ზოგი დასისხლიანებული იყო, ზოგი ისეთი იყო, ზოგი საშინელი მდგომარეობა რა. ანუ საკუთარ მოსახლეობას არ ინდობენ. ანუ მე რაზე მაქვს პროტესტიც ამ ყველაფერზე, რომ ეხა ისრაელში ხო გაყოფილია ხალხი. ზოგი ბიბის უჭერს ხარს, ბიგიაჰოს, ზოგი ომის წინააღმდეგია. ანუ საკუთარ მოსახლეობასაც არ ინდობენ რეალურად. იმიტომ რომ ბიბი ამბობს გუშინ წინანდელ მიმართოში მოსადის ოფისიდან რო გააკეთა, თქვა რომ ომი მოგებულიაო და განადგურებულია ირანის ის რა ქვია სარაკეტო სისტემებიო და საკუთარ მოსახლეობას ბომბავენ მეორე დღეს. ანუ გასაკრიტიკებელი არ არის ბიგიაჰო? არის გასაკრიტიკებელი. ვის მიერაა გასაკრიტიკებელი? ისევ ებრაელების მიერაა გასაკრიტიკებელი. 10-მდეა დაღუპული ხა არტაში მაგალითად. იერუსალიმის ქალაქი დაიბომბა კიდე გუშინ დილით და იმას ხო გითხარით ეგ მე მგონი იერუსალიმის ძველი ქალაქი სადაც წმინდა წაზარი და ეგენი მდებარეობს ალაქსა და ეგენი. აუ შეიძლება ალაქსასაც გაარტყან. არ ვიცი რა ანუ ბოდიშით ანუ იმდენად არის მდგომარეობა ყოველგვარ კრიტიკულ ზომის იგით უკვე რომ ამ კონფლიქტს მეგობრებო ვერაფერი ვერ შეაჩერებს. მართლა გეუბნებით. აგერ ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სარდელი ამბობს რომ ირანის ახალი ტაქტიკა და გაშვების სისტემა ისრაელსა და აშშ-ს გაუგნებულს დატოვებსო. ეს ხდება დაახლოებით 1 დღის წინ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა და კიდევ ბევრი სურპრიზი გველოდება. და ამ დროს ტრამპი და ბიბი გამოდიან ომი მოვიგეთ, აი რას მახსენებს ეს ყველაფერი? სააკაშვილმა რო 2008 წელს გამოიყვანა აქ და წაგებულ ომს რო აღნიშნავდა ქუჩაში. ნუ ეხა ვის ვადარებ ვისთან ეხა, მაგრამ ზოგადად რო შევადაროთ რა. ანუ საკუთარი მოსახლეობა არ იცოდებათ? მართლა მაინტერესებს. ეხა აი ეს არის საინტერესო თემა. ძალიან საინტერესო თემა. აქსიოსი გამოცემა, ცნობილი ჟურნალ გამოცემა, ამბობს რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მშელობა დაიწყო. ამას ამბობს
ამერიკა მას შემდგომ, როდესაც თვითონ დაბლოკა რამოდენიმე სამშვიდობო შეთანხმება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რო თქვა, დაახლოებით კვირა ნახევარში ომი რო დაიწყო. თურქეთის შუამავლობით, თურქეთი მანდაც ითავებს ხოლმე ეგეთ პოზიციებს ერთად. ეხლა უყურეთ სურათზე ვის ხედავთ ეხლა მეგობრებო, ეს თქვენ შემთხვევით არ არის სურათზე და ვინდკოფი, აგერ ოქროს საათი რო უკეთია და საკმაოდ ძვირადღირებული გუჩის სათვალე. და აგერ უბრალოდ ტანისამოსში გამოწყობილი და საკმაოდ ძვირადღირებული საროჭკის მატარებელი ჯარედ კუშნერი, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ფიგურა თეთრ სახში, რომელიც განკარგავს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას. ჯარედ კუშნერი, რომელიც არის ტრამპის სიძე, მონაწილეობს ისეთი სახის არაოფიციალურ მოლაპარაკებებში, როგორებიც არის მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომი. მოლაპარაკებები ევროპასთან, მოლაპარაკებები გრენლანდიაზე, მოლაპარაკებები კანადასთან. მის სახელს უკავშირდება იერუსალიმის გადატანა და იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადება ისრაელში, როდესაც ტრამპი პირველი ვადით მართავდა ამერიკას. აგერ ეხა ირანზეც ეს მონაწილე, ვინ არის ეს ადამიანი, ეს ჯარედ კუშნერი, რომ თითქმის განკარგავს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას. ჯარედ კუშნერი. ტრამპის სიძე. ივანკა ტრამპის ქმარი, რელიგიით იუდეველი. ძალიან საშიში პერსონა, რომელსაც მიდევს ამაზე ვიდეო, შეგიძლიათ ნახოთ, რომელმაც დაახლოებით 10 წლის წინ ნიუ-იორკში შეიძინა 666 ავენიუზე შენობა. და ამაზე მეუბნებოდა რაზღაპრების გჯერაო. ანუ შენობა შეიძინა 666 ავენიუ, ანუ ზემოდან აწერია ანტიქრისტეს ციფრი, ხო იცით 666. ანუ ძალიან საშიში პერსონაა კუშნერი. ანუ ეს სერიოზულად უნდა განახოთ ახლოდან რა, ახლდა უნდა განახოთ კუშნერი. ანუ ძალიან საშიში პერსონაა ხალხო. თქვენ კიდევ ვერ ხვდებით კუშნერი რამდენად საშიშია. ანუ ეს არის ადამიანი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, ჩემი მაუსის კურსორით. ადამიანი, რომელიც მე მჯერა რომ განკარგავს მთელს შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ერთდროულად. უკიდურესად გავლენიანი აბრაამის შეთანხმება ამის დაარსებულია, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს ეს აწარმოებს, გრენლანდიასთან შეთანხმებებს ეს აწარმოებს, ისრაელ-ღაზის აღდგენით რეაბილიტაციის გონგებს ეს აწარმოებს, კანადას 51 შტატად გამოცხადებაზე ეს აწარმოებს, იერუსალიმი დედაქალაქად ამან გამოაცხადა და ვინმე მეტყვის ხა ტრამპი ამერიკის პრეზიდენტიო, ან ბიგი იაჰუ ისრაელისო? ტიპი არის ყველაფერში ნომერ პირველი, კუშნერი, ყველგან არაოფიციალურად არის, აბსოლუტურად. ნუ ხა მაშინ თანამდებობა ქონდა ტრამპის პირველი ვადის დროს ოფიციალური მრჩეველი იყო, მაგრამ დღეს იგივე არის, უბრალოდ ხელფას არ იღებს მაო, იმიტომ რომ ამას იმდენი ფული აქვს ხა, ვისაც ჯანდაბად უნდა ამის ხელფასი. და აქ ხა მეგონა რომ ხა კუშნერი აქ აღარ გამოაჩენდრე რა, ხა მართლა ნამუსიც კაის საქონელი ყველა კონფლიქტი ბრახ და კუშნერი არ გაიჩითა ბიჭო აქ ას და ვინდკოფი ისევ. სო დამთავრდა ყველა ჩემი თეორია, რასაც აქამდე ვამბობდი, ეპშტეინები მართალი აღმოჩნდა, ის რა ქვია, PVD-ის ამბები მართალი აღმოჩნდა, ყველაფერი და ესეც რომ მართალი აღმოჩნდა, მე ალბათ აღარ დამიწერს ის ხალხის ღაპრებსა თუ ყვებოდიო და დეზინფორმაციას და პროპაგანდასა თუ ავრცელებდიო. ეს არის ადამიანი, რომელიც განსაზღვრავს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას რა. ძალიან საშიში პერსონაა, თქვენ კიდევ არ გაქვთ თქვენ წარმოდგენილი, ვინ არის ჯარედ კუშნერი და აგერ ვინდკოფი. ორივეს უყურებთ ახლა თქვენ. ძალიან საშიში პერსონაა და კიდევ ბევრ რაღაცას გავიგებთ ამ ადამიანზე, და დამიჯერეთ ამ ყველაფერში. მოკლედ მეგობრებო, ხო, გამინდოდა მეთქვა. ანუ ბოლო 24 საათში მოგახსენებთ უკვე ძირითადი შეტაკებები რაც იყო, ნუ თუ ჩვენ წინა კვირებში ძირითადად ხედავდით ისრაელი როგორ ამუშავებდა თეირანს და თეირანს სერიოზული ზარალი მიაყენა ისრაელმა მართლაც. არ მინდა ხა ისეთი შთაბეჭდილება დაგჭერთ, რომ ხა ირანი ამამში არა, ირანმა სერიოზული ზარალი მიიღო, დაახლოებით 20,000-ზე მეტი დაჭრილია. უცნობია ხა გარდაცვლილების რაოდენობა, იმიტომ რომ მათ შორის ბევრი სიკვდილი დასაჯეს ირანის რეჟიმმა. განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინებიც აღნიშნავდნენ ალი ხემეინის სიკვდილს პირველ დღეებში. და ნუ ხა ეს ყველაფერი ემსგავსება ისეთი საომარი მოქმედების თეატრს, მეგობრებო, რომელიც მიმდინარეობს გარდამავალი უპირატესობით, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ, ირანი ომება ამ წუთას ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს. ანუ ამერიკის შეერთებული შტატების სიძლიერით ნატოს აღემატება, ისრაელი კიდე საერთოდ ამ ამერიკას მართავს. ანუ არ ვიცი ამაზე ძლიერს ვიშელებ ამ სამყაროში დაეტაკო, ვისაც მარტო ირანი ებრძვის. და თან არ დაგავიწეთ ის ფაქტი, რომ დამხმარე არავინ ყავს. ფაქტიურად სუნიტური არაბული ქვეყნები არიან ისრაელის ყმები მაგ ტერიტორიაზე, სპარსეთის აუსხულის ხმობ, თავიდან ბოლომდე.
და ჩემთვის გაუგებარია საერთოდ საუდის არაბეთის პოზიცია ამ ყველაფერში, ანუ საუდის არაბეთი არის ყბამონა ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების ეგრეთ წოდებულ რაღაც პლასტინგებს არიან ამოფარებული თორ სინამდვილეში ირანის მათაც შეინათ, იმიტომ ირანი თავისუფლად უბომბავს ნავთო გადამუშავებულ ობიექტებს და ამაზე პასუხიც არ მოდის იქიდან, გარდა იმისა, რომ უბრალოდ დიპლომატიური სკანდალებია მათ შორის, ასევე დიპლომატიური კრიზისია ამ ორ ქვეყანას შორის. გაწევა ხდება მაგალითად ელჩი გაიწვიეს საუდის ირანის ელჩი გაიწვიეს საერთოდ საუდის არაბეთიდან, ნუ კატასტროფულ მდგომარეობას ემსგავსება ეს ყველაფერი. და ირანი სულ ახლოა, ანუ საქართველოსთან ძალიან ახლოა თეირანი. უფრო ახლოს არის ირანი ვიდრე უკრაინა მაგალითად. ანუ ეს კონფლიქტი უფრო კიდე მოქმედებს ჩვენზე მაგალითად ის. ანუ რკალი საქართველოს გარშემო მით უფრო და უფრო ვიწროვდება. ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური სტაბილურობა პოლიტიკის დონეზე, უნდა კარგად მოვზომოთ დიპლომატია, მე იუთუბერი ვარ და ყველაფერს რა თქმა უნდა ვილაპარაკებ, რომ თქვენ იყოთ ინფორმირებული, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე რომ მთავრობაში ვიყო, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს აბსოლუტურად სხვანაირ რეაქცია მექნებოდა ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ მე თქვენ მინდა რა სიმართლე დაინახო, თორემ ხა მე რომ მთავრობაში ვიყო, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მაქსიმალურ ნეიტრალურობით გადავანაწილებდი, მაგალითად ისიც მეგობარი, რატო? იმიტომ რომ დღეს უკვე საერთაშორისო ურთიერთობებში მეგობრებო გვაქვს ანარქიული სიტუაცია, ანუ ანარქიული პოლიტიკა, ანუ ჩვენ თუ აქამდე მაგალითად წინა საუკუნის ბოლოს იყო ცივი ომი, ნუ განსაკუთრებული ესეთ გეოპოლიტიკური შეჯახება, მერე სამყარო ვითომ გახდა ბიპოლარული, მერე გადავიდა ვითომ რაღაცა დათბობის პერიოდი, შემდგომ ხა უბრუნდებით მულტიპოლარულს, იმიტომ უბრუნდებით მულტიპოლარულს, რომ აგერ ირანმა ისეთი რაკეტები ისროლა, რომ აქამდე არავის გონია თუ რო ქონია. ანუ გამოდის რომ ახალი აქტორები ემატება პოლიტიკას. და ახალი კონფლიქტები ამავდროულად. ბევრი რამე ჩვენ ადრე არ გვეგონა, მაგრამ დღეს ტრიალდება აბსოლუტურად ეს თავიდან ბოლომდე და სხვანაირი სურათები იქნება. ამიტომ ამ ყველაფერს ექნება რა თქმა უნდა საკუთარი შედეგები, რომელიც მძიმე იქნება როგორც გეოპოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად სოფლიოსთვის და ამავდროულად უნდა განხორციელდეს ნუ რისიც მე მჯერა და ყოველი ვიდეოს ბოლოში მე ამ ყველაფერს ვამბობ, ეს ყველაფერი გაიწელება იქამდე სანამ არ დაიწყება დიდი ისრაელის პროექტი. დიდი ისრაელის პროექტი არ არის ეს წმინდა წყლის კლასიკური სიონისტური განმარტება, იმიტომ კლასიკური სიონიზმი ნიშნავს, რომ ებრაელები უნდა დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში რომ იცხოვრონ. მე საერთოდ არ ვარ ამის წინააღმდეგ, არასდროს არ ვიყავი მაგის წინააღმდეგი. იმიტომ რომ ისრაელიანებს მართლა აქვთ თვითგამორკვევის უფლება საკუთარ მიწა-წყალზე, ამას ყოველთვის ვამბობდი, ახლაც მაგას ვამბობ. მაგრამ ისრაელის მთავრობა, როდესაც თავს ესხმის ისეთ ქვეყნებს, რომელიც მასთან არაფერ შუაში არ არიან, აი ეს იწვევს შემში აღშფოთებას. თორე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად უყვართ მაგათ მანიპულირება იმაზე, რომ ისრაელს აქვს იმის უფლება, რომ არსებობდეს. რა თქმა უნდა, აქვს უფლება. მაგრამ ის რომ ყველანაირი კონფლიქტი ბოლო 50 წელიწადში თელს ახლო აღმოსავლეთში პროვოცირებულია ისრაელიდან, ეს მიჩენს მე ბევრ კითხვას. დიდი ისრაელის პროექტთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ირანი არის ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი რეალურად და ირანი როდესაც აღარ იარსებობს, როგორც ნიკ ფუენტესი ჩემი საყვარელი ინფლუენსერი იყო და ისრაელის ხელში აბსოლუტურად მთელი ძალა უფლება. ნახოთ რა იქნება მეგობრებო, მე ხო გეუბნებით აქტუალურ ინფორმაციებს არ მოგაკლებთ, მე მიყვარს ამ თემებზე ლაპარაკი, მე მიყვარს უფრო ხა უბრალოდ დღე გამოშვებით იმიტომ რომ ვაგროვებ ამ ინფორმაციებს, თუ ამის გარდა სხვა ინფორმაციები იყო საქართველოს პოლიტიკაზე, სოციალურ თემებზე, ფილოსოფიაზე, ან ჩვენ ხო მრავალპროფილური ვიდეოები გვაქვს. განვიხილავთ თითქმის სოციალურ თემებთან დაკავშირებულ აბსოლუტურად ყველა თემას, სიყვარულიდან დაწყებული ომებამდე დასრულებული. რავი, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და თქვენი ვარაუდები დადეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დროებით.